კიდევ ერთხელ მოგესალმებით, უყურებთ ახალმებს 4-ზე მე ქეთი მავრიკიშვილი ვარ. პარლამენტმა მეორე მოსმენით განიხილა და კენჭი უყარა მთავრობის შემადგენლობაში სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებასთან დაკავშირებულ ცვლილებებს. კანონპროექტს მესამე მოსმენით 1 საათში განიხილავენ და დაამტკიცებენ. თანამდებობას მამუკამ დინარაძე დაიკავებს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კოორდინაციას უზრუნველყოფს. როგორც სახელმწიფო გუნდში აცხადებენ, ინიციატივა საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე მთავრობის ეფექტური პასუხია. მინდა აქედანვე წარმატება უსურვო მამუკამ დინარაძეს მის ვიცე-პრემიერის პოზიციაზე. მნიშვნელოვანი არის, რომ კოორდინაცია სამართალდამცავი ორგანოების იყოს დღევანდელი გამოწვევის პირობებში იყოს ეფექტიანი. სხვა შორის ეს არ არის მხოლოდ ქართული გამოცდილება, თუ ნახავთ თქვენ სხვა ქვეყნებს, საფრანგეთს, პოლონეთს და სხვა ქვეყნებს, ყველგან საჭიროება დადგა კოორდინაციისა, სპეციალური კოორდინაციისა სამართალდამცავ უწყებებთან, ასევე სპეციალურ სამსახურებთან, ასე რომ მით უმეტეს ჩვენი რეგიონისთვის, მით უმეტეს იმ გამოწვევების ფონზე ერთის მხრივ და იმ გეგმების ფონზე, რომელიც პრემიერ-მინისტრმა დასახა ჯერ კიდევ 2024 წელს, როდესაც მისი არჩევა მოხდა, რომ მოხდეს კორუფციის მინიმალურ დონემდე დაყვანა, მოხდეს დანაშაულებების განსაკუთრებული ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა. ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტულად სამთავრობო სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით ჰქონდა კონსულტაციები, იყო კითხვები, პასუხებიც იყო ჩვენი მხრიდან გარკვეული კომპრომისი, შეჯერებული საკითხი გამოვიდა და აქედან გამომდინარე რეგიონში, მსოფლიოში არსებულ ძალიან დიდი გამოწვევები უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და მათ შორის რაც ჩვენ ვნახეთ პრემიერის განცხადებაც ეს ემსახურება გაზდას იმ უსაფრთხოების ზომებისა, რომელიც უნდა იყოს საქართველოში. ამიტომ ჩვენ ამ ეტაპზე ამ საკითხთან დაკავშირებით მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება, რომ ექნება მხარდაჭერა ამ კანონპროექტს. ყველა რაღაც მოაზროვნე ადამიანისთვის, ჩვენი მოქალაქისთვის არის სავსებით გასაგები, თუ რა დიდი მნიშვნელობა გააჩნია სამართალდამცავი ორგანოების მწყობრ და წარმატებულ ფუნქციონირებას, თუმცა ამ წიაღში კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანია ის კოორდინაცია, რომელიც უნდა არსებობდეს ამ უწყებების შორის ყველა იმ ამოცანის ეფექტური დაძლევისთვის, რაც სახელმწიფოს წინაშე უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებობს. ამიტომაც ბუნებრივია და გასაკვირიც არ არის, რომ ცვლილება, რომელიც ხელს უწყობს და აძლიერებს ქვეყნის უსაფრთხოებას, არ არის მისაღები რადიკალური ოპოზიციისთვის. პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალი უფროსი გეკა გელაძე უწყების თანამშრომლებს წარუდგინა. მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე, გეკა გელაძის ნაყოფიერ საქმიანობაზე და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოზიციაზე წარმატებები უსურვა. პრემიერმა ისაუბრა სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატის მამუკამ დინარაძის შესახებაც და აღნიშნა, რომ მამუკამ დინარაძე დაიკავებს სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრისა და ვიცე-პრემიერის თანამდებობას და ფორმალიზებული სახით შეასრულებს იმ ფუნქციას, რომელსაც მანამდე სხვა პოზიციიდან ასრულებდა. მთავრობის მეთაურს მადლობა გადაუხადა და უწყების ახალ ხელმძღვანელს წარმატებები უსურვა მამუკამ დინარაძემ. საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმაც. მამუკამ დინარაძის ხელმძღვანელობის პირობებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიღწევებზე ისაუბრა გეკა გელაძემ და მას ახალ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა. როგორც მოგესალმებით, ბატონო გადაიკავებს სახელმწიფო მინისტრის ვიცე-პრემიერის თანამდებობა სამართალდამცავი კოორდინაციის საკითხებში შესაბამისად იმ ფუნქციას, რომელსაც მანამდე ასრულებდა სხვა პოზიციიდან, ახალ ფორმალიზებული სახით შეასრულებს. ეს გარკვეულმა გააძლიერებს ძირითადად ჩვენი სტრუქტურების მუშაობას, მთავრობის მუშაობას. მე ასევე მას მინდა მადლობა გადაუხადო ამ პერიოდის განმავლობაში. Absolut, ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოსთვის, ამ სამუშაოს შედეგად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ფისებრივად გაძლიერდა და ძლიერდება. ისილობირები უშუალოდ გაიზარდა სამსახურის ბიუჯეტი, პრაქტიკულად გაორმაგებულია სამსახურის ბიუჯეტი, რაც უნაგრია პირდაპირ აისახება როგორც სამსახურის თანამშრომლების, სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლების პირობების გაუმჯობესებაზე. ასევე სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური
ფაზის გამჯობესებაზე და მას მინდა ვალობა გადავხდოთ და გერბო მინდა უსურვო წარმატებად ახალ პოზიციას. და მინდა გუქცევრას წარმოგიდგენთ სამსხურის ახალი ხელმძღვანელი ბატონი პეტრ გელაძე. ამ შემთხვევაში მე პირველ რიგში მინდა ხაზი გაუსვა მომრავლცილებას, რომელიც განხორციელდა შინაგან საქმეთა სამინისტროში, წლების განმავლობაში ბევრი პრობლემა გაგროვდა და თქვენც იქ რამდენად დიდი იყო გადახდას წარმატებები შინაგან საქმეთა სამინისტროში, სხვადასხვა პრინციპული მიმართულებით ხშირად საუბრობ პრომეტულ მიმართულებებზე, როგორც არის მაგალითად ორგანიზებული დანაშაული, ნარკოტიკული დანაშაული, ასე მიგრაციის კუთხით ძალიან ბევრი ძიება განხორციელდა, პრინციპულად შეიცვალა მიდგომები, პრინციპულად შეიცვალა პოლიტიკა და მის შედეგებს ხედავს საზოგადოება. მე მინდა მას მიულოცო სახელმწიფო სამსახურის უფროსის თანამდებობის დაკავება ის ახალი არაც გამოსაფსახურში სულ რაღაც დაპროფესიის იმკავებდა სამსახურის პერსონალის თანამდებობა შესაბამისად ძალიან კარგად იცის თუ როგორ მუშაობს ეს სისტემა. მადლობა თქვენ პირველ რიგში იმისათვის ამ წარმატებისათვის რაც არა მანუკალდირატო მაგრამ უნდა შეძლო რომ ვისაც მიეღწია როგორი გოდგობა იყო თქვენი მხრიდან წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მას ვერ შეძლოთ. აქ არის გუნდი რომელმაც შეძლო და აქ არ არის კიდე უფრო დიდი გუნდი რომლებიც მე დავხდნენ აქ და რომელთა დაუღალავმა შრომამ ჩვენ მოგწვა იმ საშუალება რომ ვილაპარაკოთ რომ ჩვენ მივახციეთ გარკვეულ წარმატებებს და ამ სამსახურს აქვს ქვეყნის განვითარებაში, წინსვლაში, არამხოლოდ საფრთხეობაში, რომელიც მივაჩნია პირადად განსაკუთრებული როლი, მაგალითად პერსონალურად თქვენ იმისათვის რამხელა ხარდაჭერა იყო ამ პერიოდის განმავლობაში რომ ეს სამსახური გაძლიერებული იყო. გეკა გელაძე არის ადამიანი რომელიც მართლაც შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე აქედან წავიდა, აქედან გადავიდა, შტამბეჭდავი იყო გადაჭარბების გარეშე შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე, მისი სამსახური და ეს არასდროს ჩვენ არავინ საზოგადოებას კარგად ნახ. მისი ხელმძღვანელობა, მისი სისტემური მენეჯმენტი დაეთყო შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებით და დარწმუნებული ვარ დაეთყობა და მე არ მომერიდება იმის თქმის რომ მიმაჩნია რომ მომავალში ეს სამსახური მის ხელმძღვანელობის პერიოდში კიდევ უფრო გაძლიერდება. მადლობა მინდა ბატონო პრემიერო, გადაგიხადოთ იმისთვის რომ თავადინეთ ამ თანამდებობაზე, მადლობა მინდა საქართველოს პარლამენტს გადაუხაძო გუშინდელი მხარდაჭერისთვის ბატონ პამუკას მინდა მადლობა გადაუხადოთ წარმატება უსურვო. მადლობა ბატონო პამუკა, რადიკალურად განსხვავებული ინსტიტუცია, ძლიერ ბევრად უფრო გაძლიერებული დაგვდანო. ამიტომ მადლობა თქვენს გუნდს რომლებიც აცხადანთ თვითონ თქვენთანაც თანასწოროს მადლობა ის სწორი სისტემური მიდგომებისთვის და ნაბიჯებისთვის რომელიც სამწუხარის გაძლიერებისთვის გადაიდდა და რა თქმა უნდა ამ რეფორმის აღსრულების პროცესის ძალიან დიდი მხარდაჭერა ვიქნები ამას გავაგზავნებ და კიდევ უფრო გაძლიერდება ინსტიტუცია. მადლობა და წარმატებები გქონდეთ. პარლამენტი ინტერპელაციის წესით ჯანდაცვის მინისტრს უსმენს მიხეილ სარჯოლაძის მიმართ გიორგი გახარიას პარტიის წევრების კითხვები ძირითადად დიუშენის სინდრომსა და მედიკამენტებს ონკოპაციენტების მკურნალობა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმებას და ნარკოპოლიტიკას შეეხებოდა. შეკითხვების ავტორებმა მინისტრის მოსმენა საქმიანი მიმოხილვის ნაცვლად პოლიტიკური განცხადებებისა და სპეკულაციებისთვის გამოიყენეს. მიხეილ სარჯოლაძემ ოპონენტების პოლიტიკური განცხადება დემაგოგიად და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა ჩიაფასა და ყველა საკითხზე კითხვებს ამომწურავად უპასუხა. ნინო სალუქოძე გაგვაცნობს თემის დეტალებს, რომელიც პარლამენტიდან გვერდება. ნინო, გისმენთ. დიახ, გახარიას პარტიამ საზოგადოებისთვის სენსიტიური თემის გამოყენებასა და პოლიტიკური ქულების დასაწერად საუბარია დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტის ბიუჯეტის, სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსების საკითხზე. გახარიას გუნდის წევრმა საკმაოდ მძიმე ბრალდებები გააჟღერა ჯანდაცვის მინისტრის მიმართ, რასაც მცირე დაპირისპირება და ხმაური მოჰყვა დარბაზში. უკვე ქეთევან ბარკალაიას კითხვებს უპასუხა თავად მიხეილ სარჯოლაძემ მინისტრმა
ministrმა ბარკალაიას გამოსვლას ყალბი პათეტიკა უწოდა, რაც შეეხება კონკრეტულ კითხვებს. სარჯოლაძემ ცლადი საუბრა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო წამლის სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსების საკითხზე, იმ მედიკამენტებზე, რომელსაც მშობლები ითხოვენ და აღნიშნა, რომ მინისტრმა ისაუბრა საერთაშორისო კვლევებზე და სხვადასხვა წამყვანი ევროპული ქვეყნების პრაქტიკაზე დაყრდნობით. განაცხადა, რომ დღეს მსოფლიოში არ არსებობს წამალი, რომელიც დაავადებას კურნავს, ახალი თერაპიები კი დაავადების მხოლოდ შენელებას ცდილობს, თუმცა ამასთან დაკავშირებითაც, როგორც მინისტრმა აღნიშნა, არსებობს გარკვეული კითხვის ნიშნები. მიხეილ სარჯოლაძემ ისაუბრა ევროპის და ამერიკის წამლის მარეგულირებელი ორგანიზაციების დასკვნების შესახებაც, რომლის მიხედვითაც მოთხოვნილი წამლების გამოყენება, მათ შორის არის ელევიდი, საკმაოდ სერიოზულ გვერდითი ეფექტები აქვს მას და რის შემთხვევაში ფატალურ შედეგებსაც იწვევს. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ სამინისტრო გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას მკურნალობის ეფექტიანობის გასაზრდელად და ყველა საჭიროების დასაკმაყოფილებლად. მინისტრმა ასევე განმარტა, რომ არასწორი ინტერპრეტაციები ისმის იმასთან დაკავშირებით, თითქოს ჯანდაცვის სამინისტროს პოზიციაა, რომ ეძებს მხოლოდ გადარჩენის უნარის მქონე მედიკამენტებს და სხვა თითქოს აზრი არ აქვს. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ამორალურია არასწორი მოლოდინების შექმნა სასოწარკვეთილი მშობლებისთვის. იმედია დღეს მაინც შეიკავებთ თავს პოპულისტური მესეჯ ბოქსებისგან და პროპაგანდისგან და ამომწურო პასუხს გასცემთ ერთ კითხვაზე მაინც. რატომ ვერ იცავს სახელმწიფო იმ მოქალაქეებს, რომლებსაც დღეს ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ? ამას პოლიტიკური პოპულიზმი და დემაგოგია კი აღარ ქვია. და სიტყვა უსინდისობასაც, სიტყვა პოლიტიკურის დაყოლებაც აღარ უნდა. ეს არის უბრალო ადამიანური უსინდისობა. ჩემი მიზანია და ჩემი სურვილია მშობლებთან ერთად ვიმუშაოთ და პირველი მივიღოთ ყველა კითხვაზე პასუხი, რომელიც არსებობს. ახლა მთელი ოპოზიცია გულშემატკივრობს რეალურად, რომ რამენაირად მშობლები იდგნენ ქუჩაში და არაფერი გაკეთდეს. ეს მათ აწყობთ და ნებსით ბუნებლიეთ ამ საქმეს ბინძურად ემსახურებიან. რადგან ამაზე ცდილობენ პოლიტიკური დივიდენდების დაგროვებას. ისეთ განცხადებებზე, რა თქმა უნდა, არ ვისაუბრებ ბევრს, რომ თითქოს და რომელიმე მშობლისთვის მithქვამს ესეც მომაწერეს, რომ თუ 5 წელზე ნაკლები სიცოცხლე აქვს ვინმეს დარჩენილი, მას წამალი არ ეკუთვნის. მსგავსი რამ არასდროს გვითქვამს და არც მე და არც რომელიმე ჩვენს თანამშრომელს შეხვედრებისას. არც გვიფიქრია და ვაცხადებ ამას სრული პასუხისმგებლობით. ეს არის უბრალოდ ტყუილი. ჩვენთვის მედიკამენტის ფასი არც პირველ და არც მეორე ხარისხოვან საკითხთა რიგს არ მიეკუთვნება. თუმცა კი მარკეტინგულ მაღალ ინტერესს კი ნამდვილად განაპირობებს მათთვის, ვინც ამაზე ხელის მოთმობას ცდილობს. ამ მედიკამენტების ფუნქცია არის ის, რომ გადაავადოს ეტლის საჭიროება. უდაოდ ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი გაუმჯობესება, რომელსაც მოიტანს მედიკამენტი. მათ შორის ეტლის საჭიროების გახანგრძლივებაც. უბრალოდ საჭიროა, რომ ეს შედეგი მართლაც მოჰქონდეს მედიკამენტს და არ ქმნიდეს სასიცოცხლო საფრთხეებს და არა უბრალოდ არასწორ შთაბეჭდილებებს ბადებდეს. პაციენტებს ვერ უშველის უბრალოდ თანხის დახარჯვა, არამედ ბავშვს უშველის წამალი, სწორი და რეალური წამალი. ამათ შორის სხვაობას მე მგონი უნდა ვპოულობდეთ. ერთადერთი განსახილველი საკითხი არის ის, თუ რამდენად არის ეს წამალი ის წამალი, რომელსაც შეუძლია სიკეთის მოტანა ფატალური რისკების შექმნის გარეშე. კიდევ ერთი საკითხი ეხებოდა ონკოპაციენტებისთვის სამკურნალო სახელმწიფო პროგრამას. მინისტრმა აღნიშნა, რომ მხოლოდ 2025 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ონკოპაციენტების საჭიროებისთვის 400 მილიონი ლარი დაიხარჯა და როგორც მინისტრმა აღნიშნა, რაც არ უნდა ეცადონ ოპონენტები იმის ჩვენებას, რომ თითქოს პაციენტებს ჯიბიდან მეტის გადახდა უწევს. ამის საწინააღმდეგოდ არსებობს ფაქტები, მაგალითად, ბოლო 5 წლის განმავლობაში ონკოლოგიაზე ეგრეთ წოდებული ჯიბიდან გადახდები განახევრებია. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებშიც კი 2025 წელს ონკოლოგიური დაავადებების მართვისთვის სერვისი 38627 ბენეფიციარს მიეწოდა. 2025 წელს ონკოლოგიის ხარჯებმა შეადგინა 383 მილიონი ლარი. 2013 წელს იცით რამდენი იყო ეს ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტში? ეს იყო 4.7 მილიონი ლარი. 4 მილიონი და წელს გავცდით 400 მილიონს. ისე რიცხვები მე მგონი თავისთავად ცემს ყველა სპეკულაციას ამ თემასთან დაკავშირებით. აი სპეკულაციის სპეციალისტებად ჩამოყალიბებული ჩვენი ოპოზიციონერების ნებისმიერ ამ სკეპტიციზმს ცივწყალს ასხამს. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ყველა ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტისთვის ხელმისაწვდომია სტანდარტული საერთაშორისო აღიარებული მეთოდებით მკურნალობა.
ეს დადგენილია გაიდლაინებით, პროტოკოლებით, სათანადო პროცედურებით. ამასთან აღსანიშნავია, რომ ამ მიმართულებით სახელმწიფოს ინიციატივით სულ უფრო მეტი ინოვაციური მედიკამენტი შევოდის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში. რეფერენტული ფასების რეფორმა იყო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი და კითხვა ოპოზიციის მხრიდან. მინისტრმა იაფასიანი სპეკულაცია უწოდა ოპოზიციის მხრიდან გაჟღერებული ნარატივს, რომ თითქოს პენსიონერებს მეტის გადახდა უწევს ჯიბიდან რეფერენტული მედიკამენტებისთვის. მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ რეფორმის შედეგად 2023-25 წლებში მოსახლეობამ მედიკამენტებში ჯამში 853 მილიონი ლარით ნაკლები გადაიხადა. დღის მდგომარეობით კი რეფერენტული ფასი განსაზღვრულია 7500-ზე მეტ რეფერენტულ პროდუქტზე და ეს ფასები რეფერენტული ფასების მექანიზმის დანერგვის შემდეგ საცალო ქსელში ზოგიერთ მედიკამენტზე ფიქსირდება ფასების შემცირება დაახლოებით 70-80%-ის ფარგლებში. დღის მდგომარეობით რეფერენტული ფასები განსაზღვრულია 7500-ზე მეტ ფარმაცევტულ პროდუქტზე. პირველ ეტაპზე ფასების რეგულაცია შეეხო იმ მედიკამენტებს, რომელიც განსაზღვრულია ქრონიკული დაავადებების მართვის პროგრამით, ასევე რამდენიმე ონკოლოგიურ მედიკამენტზე გავრცელდა, მომდევნო ეტაპებზე დაემატა ხშირად მოხმარებადი წამლები, ხოლო გასული წლის ნოემბერში სპეცკონტროლს დაქვემდებარებული, გახსოვთ ეს ეგრეთ წოდებული ფსიქოტროპული მედიკამენტები. ესეც რეგულირდება ფასწარმოქმნა რეგულირდება ამ რეფერენტული ფასების მეთოდით. რეფერენტული ფასების მექანიზმის დანერგვის შემდეგ საცალო ქსელში ზოგიერთ მედიკამენტზე ფიქსირდება ფასების შემცირება 70% თუ 80%-ით. არის შემთხვევები, როდესაც გაიაფების მაჩვენებელი 90%-ს აჭარბებს. რეფერენტული ფასწარმოქმნის შედეგად რეგულირებული მედიკამენტების ფასებით სარგებლობს მთელი მოსახლეობა და ამ ხნის მანძილზე დანაგროვი მაჩვენებლები გვაძლევს საფუძველს თქვათ გადაჭრით, რომ ეს ინსტრუმენტი წარმატებულად მუშაობს, იძლევა რეალურ ეფექტს მოსახლეობის სასარგებლოდ. რაც შეეხება მიზნობრივი ჯგუფების სასარგებლოდ სახელმწიფოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, აქ უნდა აღინიშნოს ქრონიკული დაავადებების მართვის მედიკამენტების ფარგლებში პროგრამაში განხორციელებული მნიშვნელოვანი ცვლილებები. ამ მიმართულებით მუშაობას კვლავაც აგრძელებს სახელმწიფო, რათა მიზნობრივი ჯგუფების ფინანსური დაცულობა კიდევ უფრო მეტად იყოს უზრუნველყოფილი პროგრამის ფარგლებში. იაფასიანი სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, რომ მთელი პენსიის დახარჯვა უწევთ თითქოს პენსიონერებს მედიკამენტებში, ეს სწორი არ არის. პრაქტიკულად ყველა ძირითადი, ყველა მნიშვნელოვანი დაავადების სამკურნალო საშუალება, მაღალი ხარისხის საშუალება უზრუნველყოფილია სწორედ ამ პროგრამის მეშვეობით. რეფერენტული ფასწარმოქმნის პოლიტიკის შედეგად მოიხსნა ლიმიტები ქრონიკული დაავადებების მართვის მედიკამენტების პროგრამაშიც. აღნიშნული პროგრამა მიზნად ისახავს მოწყვლად ჯგუფებში მედიკამენტებით უზრუნველყოფას და ფინანსური დაცულობის გაუმჯობესებას. ჯანდაცვის მინისტრმა დღეს ინტერპელაციის ფორმატში უპასუხა გახარია საქართველოსთვის წევრების შეკითხვები საკმაოდ ვრცელი იყო და მინისტრმა ყველა კითხვას ამომწურავი პასუხები გასცა. მადლობა ნინო სალუქოძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. სააკაშვილი ბოკერია გვარამიას ალიანსმა რეგიონში დაანონსებული გასვლები ერთი თვის დაგვიანებით დაიწყო, თუმცა ოპოზიციური გაერთიანება ადგილობრივი მოსახლეობის ნაცვლად პარტაქტივს ხდება. შეკრებაზე ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებიც იმყოფებოდნენ, რომლებმაც თამარ ჩერგოლეიშვილის კითხვებით მიმართეს, რის გამოც მათ შეკრება დაატოვებინეს. ალიანსის წევრებთან შეხვედრაზე დასწრება მხოლოდ მათ მოახერხეს, ვინც წინასწარი რეგისტრაცია და პარტიული ფილტრი გაიარა. საბოლოოდ ოპოზიციამ შეხვედრაზე 50 ადამიანიც ვერ შეკრიბა. შეხვედრიდან გამოსულმა აქტივისტმა თეონა ფანქველაშვილმა საჯარო დაწერა, რომ ოპოზიციამ, რომელსაც პრეტენზია აქვს, რომ ხელისუფლებაში მოვიდეს, ვერც ხალხის შეკრება შეძლო და ვერც იმ მცირე რიცხოვანი მხარდამჭერების კითხვებს უპასუხა, რომლებიც იქ იმყოფებოდნენ. სახელმწიფო გუნდში კი აცხადებენ, რომ რადიკალურ ოპოზიციას ხალხთან ურთიერთობის რესურსი არ აქვს, რადგან საზოგადოებას მათი რეჟიმის სასტიკი ქმედებები ახსოვთ და მათ მიმართ არანაირი ნდობა არ გააჩნიათ. დიდი მადლობა ყველას, ვინც გუშინ ქუთაისის შეხვედრაზე მოვიდა. 1-2 მიშისტი იყო, რომელიც ფრუსტრირებულია იმ შიშველი ფაქტით, რომ მათი ლიდერი ჩვენი ლიდერი არაა. 50 კაციც ძლივს შეკრიბეს და იქაც შოუ დადგა. ერთი უწყინარი კითხვა დაუსვეს და დაიწყო ტანტრუმების სრული პერფორმანსი. ხალხი ვერ შეკრიბე, კითხვას ვერ პასუხობდა. ამ ფონზე გაქვს ამბიცია, რომ დაამარცხო ბიძინა ივანიშვილი. მართლა საინტერესო სტრატეგია ოპოზიციის მხარდამჭერებს გაუმართო ისტერიკა და ასე უნდა შეიცვალოს ქვეყანა. მე ქალბატონო სევდია გამომაგდეს ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით ქუთაისელმა პროტესტანტებმა ნაცების და მიშისტების ადგილი აქ არ არის მრცხვენია, მაგრამ სამწუხარო სიმართლეა. ჩვენ არ ვესწრებოდით ამ კონკრეტულ შეხვედრას ტექნიკური მიზეზების გამო.
ტექნიკური მიზეზების გამო და მე დარწმუნებულია რომ ღია იქნებოდა შეხვედრა. მათ არავითარი რესურსი არ აქვთ, მათ შორის არ აქვთ ხალხთან ურთიერთობის რესურსი. ეს არის საერთო მდგომარეობა, რაც არის შექმნილი რადიკალურ ოპოზიციაში. თვითონ მიიყვანეს აქამდე საკუთარი თავი, ხო, იმ 9 წლიანი წარსულით, რომელიც ჰქონდათ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში და იმ ოპოზიციური წარსულით, რომელიც აქვთ გასული 14 წლის განმავლობაში შექმნილი. თვითონვე მიიყვანეს აქამდე საკუთარი თავი, იმიტომ რომ სიკეთე არაფერი გაუკეთებიათ ამ ქვეყნისთვის, ბოროტება ბევრი გააკეთეს. შესაბამისად, საზოგადოებამდე მისასვლელი პირი მათ მონებრივი არ აქვთ. ეს არის სალონური საუბრები, რომლებიც მათ აქვთ ხოლმე ბრიუსელიდან და სხვა ქალაქებიდან, ასე ვთქვათ, როგორც სტილი ჩამოყალიბებული, იმიტომ რომ მათ არ ესმით, რას ნიშნავს საქართველოს, ქართველი ხალხი, ხალხთან ურთიერთობა. ფორმალობისთვის უნდა მოინიშნონ, რომ ქონდათ რაღაც შეხვედრა, რომ შემდეგ შეატყობინონ მათ დამფინანსებლებს საზღვარგარეთ, რომ თითქოს რაღაც შეხვედრა ქონდათ. ამიტომაც არ უნდათ მათთვის არასასურველი ხალხის ყოფნა ასეთ შეხვედრებზე, რომ მე ასე ვთქვათ, შესაბამისად შეძლონ გაბევრება ხოლმე საკუთარი შეხვედრებზე მყოფი ადამიანების რაოდენობას. გონიათ, რომ ჰერჩისკი თუ ორ ტკბილ სიტყვას ეტყვით, ეს არის მათთვის ხელისუფლებაში მოსვლის საწინდარი. არა და პირიქით არის. რამდენჯერაც მას ჰერჩისკი თუ სხვა ელჩი შეაქებთ, ზუსტად იმდენი ხმა დააკვდებათ საქართველოს მოსახლეობისგან. ვინაიდან საქართველოს დიდი ხანია უარი თქვა სატელიტობაზე, დიდი ხანია უარი თქვა ვასალობაზე, როდესაც საბჭოთა კავშირს ჩვენ არა დაშლის შედეგად, არამედ ჩვენი გაცნობიერებული გადაწყვეტილებით დავტოვეთ და ვასალობაში ვერავინ ვერ მიგვაბრუნებს. პატრიარქის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე რადიკალები ეკლესიას ისევ თავს ესხმიან. პატრიარქი მოკუდა გაუმარჯოს ეგზარქოს, ეს არის პოსტი, რომელიც გიგი უგულავამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. რადიკალების მხრიდან ეკლესიის მიმართ სიძულვილის ენის გამოყენება როგორც სახელმწიფო გუნდში მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ეკლესიის წინააღმდეგ კამპანია რადიკალების მხრიდან აქამდეც არაერთხელ ყოფილა და მასში ჩართულები იყვნენ არა მხოლოდ ცალკეული პოლიტიკოსები, არამედ მთელი პარტიული სპექტრი, მედია და NGO-ები, თუმცა ხელისუფლებამ შეძლო და კონტრკამპანიით და დიდი ძალისხმევით ეს პროცესი შეაჩერა. როდესაც რადიკალური ოპოზიციის ეს კონკრეტული წარმომადგენელი ასეთი განცხადებებით გამოდის ჩვენს მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაკავშირებით, ესეც მიანიშნებს იმას, რომ ამ გაერთიანებას, რადიკალურ ოპოზიციას, კოლექტიურ ნაცმოძრაობას არავითარი პერსპექტივა არ აქვს. როდესაც უპირისპირდები ყველაფერს, რაც დაკავშირებულია შენი ქვეყნის იდენტობასთან, როცა უპირისპირდები მათ შორის ჩვენს დედა ეკლესიას, რა თქმა უნდა, იქ პოლიტიკურ წარმატებაზე ვერავითარი ამბიცია ვეღარ გექნება და ეს აჩვენებს კიდევ ერთხელ, რა თქმა უნდა, ამ ადამიანების და ამ კოლექტიური პოლიტიკური ძალის სახეს. თქვენ გახსოვთ, რომ ეს არ იყო მხოლოდ ერთეული პოლიტიკოსები, მთელი სპექტრი. ეს იყო პარტიული სპექტრი, ეს იყო მედია და ეს იყო NGO-ები, ყველა ერთად იყო ჩართული ეკლესიის საწინააღმდეგო კამპანიაში და ჩვენ ძალიან დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა იმისათვის, რომ ეს კამპანია შეგვენელებინა და შეგვეჩერებინა. მთელი კონტრკამპანია დაგვჭირდა ამისათვის და საბოლოო ჯამში მივახციეთ მიზანს, მაგრამ ეს იყო ურთულესი ამოცანა, რომ მათი უცხოელი მეგობრები კარნახობდნენ ასეთი კამპანიის წარმართვას და კიდევ ერთხელ პარტიები, NGO-ები მედია საშუალებები ყველა იყო ჩართული ამ უძიმესი კამპანიის წარმოებაში, რომელიც ჩვენ შევაჩერეთ ჩვენი კონტრკამპანიით. ეხლა ცდილობენ წამოიწყონ ახალი კამპანია, გამოდიან ასეთი განცხადებებით, რა თქმა უნდა, ამასაც ვერ ექნება წარმატება, ბუნებრივია ჩვენი ეკლესია იქნება მტკიცე და ძლიერი, როგორც იყო აქამდე და იგივე შემიძლია თქვა ქართულ სახელმწიფოზე, როგორც არ უნდა სადოს რადიკალურმა ოპოზიციამ, ქართული სახელმწიფო იქნება მტკიცე და ძლიერი მომავალშიც. ის რომ რადიკალურ ოპოზიციას აქვს ასე ვთქვათ ეს ზიზღი ჩამოყალიბებული ეკლესიის მიმართ, ამაში ახალი არაფერი არ არის. ჩვენ უნდა დავაკვირდოთ მხოლოდ ერთ რამეს ამის შემდეგ. აი გიგი უგულავა, სხვათა განცხადებები, რომელსაც ვისმენთ, არჩილ გამზარდია, ვიღაც სხვებისაც. ჩვენ დავაკვირდეთ ამ ხალხს, ვინ ჩამოართმევს ხელს, რომელი უცხოელი. ვინაიდან ეს ხალხი ამ განცხადებებს აკეთებს, არა იციან, რომ ქართველები მათ შეაჩვენებენ და პასუხს მიიღებენ იმისთვის, რომ თავს ესხმიან ქართულ ეკლესიას. ამ ყველაფერს ისინი აკეთებენ, ეგუებიან ქართველი ხალხის რეაქციას იმის გამო, რომ თავი მოაწონონ თავის უცხოელ დამკვეთებს. ამიტომ შევხედოთ ვისთან იქნებიან შეხვედრაზე, ვინ რომელ საელჩოში შევლენ და გამოვლენ, ვინ ჩამოართვეს მათ ხელს და ვიცოდეთ, ვინც მათ ხელს ჩამოართვებს, ისინი არიან
ის ელჩები და ის უცხოელები არიან, ვინც აქეზებენ, აფინანსებენ და მხარს უჭერენ ქართული ეკლესიის წინააღმდეგ ამ კამპანიას. იმ წიაღიდან საიდანაც იგი უგულავო მოდის და იმ მოცემულობაში, სადაც შეგვიძლია ცალსახად ვთქვათ, რას ნიშნავს ნაციონალური მოძრაობა, როგორი ანტიქართული, ანტიეკლესიური ძალა ეს ყველაფერი თვით პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ მის დასაფლავებამდეც კი ვერ იკავებდნენ თავს და აი ამ სრულიად საქართველოს მიერ გამოვლენილი, გამორჩეული მოცემულობის აი იმ რიგების ფონზეც კი, რომელიც სამის ეკლესიაში განუწყვეტლივ იდგა, ისინი ახერხებდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ დედა ეკლესიას, გარდაცვლილ პატრიარქს. რა მიზანს ემსახურება პოლონეთის მთავრობის მიერ ქართულენოვანი არხის შექმნა. პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სოციალურ ქსელ X-ზე წერს, რომ პროგრამა რეგიონში დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლას ემსახურება, თუმცა იმ ფონზე, როდესაც ახალი არხის მოდელირებული ქრონიკის ერთ-ერთი შემქმნელი ნათია კობერიძეა, პოლონეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებაში სულ სხვა მიზნებს ხედავს სახელმწიფო გუნდი. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პროპაგანდისტული მედიის შექმნა ქართველ ხალხში ზიზღისა და შუღლის პროპაგანდას ემსახურება. შალო პაპუაშვილი ამის თქმის საფუძველს აძლევს ის ფაქტიც, რომ მისი განცხადებით რამდენიმე დღის წინ ევროკავშირის ელჩი ქართულ ხალხს სამოქალაქო ომით დაემუქრა. პაվել ჰერჩენსკი კი სწორედ პოლონეთის საგარეო საქმეთა უწყების თანამშრომელია. უცხო ქვეყანა ქმნის სახელმწიფო, მის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ანუ მთავრობამ შექმნა პროპაგანდისტული ინსტრუმენტი ქართულ საზოგადოებაზე ზემოქმედებისთვის. ამ პროპაგანდისტული მედიის სახე არის ნათია კობერიძე, თუ არ ვცდები ხო, სახელად და გვარში, ადამიანი, რომელიც გაიგივებულია საქართველოში დეზინფორმაციასთან, პროპაგანდასთან, ისტერიის დათესვასთან. მოდელირებული ქრონიკის ავტორი არის დღეს ამ პროპაგანდისტული მედიის სახე და ხელმძღვანელი. და ესეც აჩვენებს თუ რა არის განზრახვა. მეორე მხრივ ჩვენ ვნახეთ ევროკავშირის ელჩის პაվել ჰერჩენსკის განცხადება, სადაც ის დაგვემუქრა სამოქალაქო ომით. შეგახსენებთ, რომ პაվել ჰერჩენსკი გახლავთ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, ის მივლინებულია ევროკავშირში, თუმცა ის არის პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, იმ სამინისტროსი, რომელმაც ეს პროპაგანდისტული იარაღი ჩამოაყალიბა ახლა თავარი პროპაგანდისტის ნათია კობერიძის ხელმძღვანელობით. ეს არის აშკარა მაგალითი, რომ უნდათ ზიზღის დათესვა საქართველოში. ეს არის აშკარა მაგალითი, აი ზუსტად სახელმძღვანელო მაგალითი, რას ნიშნავს სახელმწიფო პროპაგანდის აწყობა სხვა ქვეყანაში არეულობის მოსაწყობა, სამოქალაქო ომის ინსპირაციისთვის. ჩვენ რა თქმა უნდა მოხარული ვართ, რაც უფრო მეტი ქართულ ენაზე მოსაუბრე ადამიანი ან ჯგუფი და პროგრამა იქნება, თუმცა ამ შემთხვევაში პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ პოლონეთის მხრიდან მიღებული ეს გადაწყვეტილება ნამდვილად ვერ პასუხობს პოლონელი ხალხის ინტერესს, მაგრამ სამწუხაროდ პასუხობს ქართველი რადიკალების მოთხოვნას, რომ სადღაც გაჩნდეს ახალი კერა დეზინფორმაციის და გარკვეულწილად იმ მავნებლური პროპაგანდის, რომელიც პირდაპირ ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივია. ამ შემთხვევაში გახდებიან უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირის წევრები. ევრობიუროკრატია ამტკიცებს, რომ მოლდოვა და უკრაინა წინ არიან ევროინტეგრაციის პროცესში, თუმცა ამის პარალელურად მოლდოვის პრეზიდენტმა ფაქტობრივად დაიწყო ქვეყნის რუმინეთთან გაერთიანების პროცესისთვის მზადება. მაია სანდუღიად ამბობს, რომ ორი ქვეყნის შეერთებამ შესაძლოა მოლდოვას ევროკავშირში უფრო სწრაფად გაწევრიანების საშუალება მისცეს. რაც შეეხება უკრაინას, გერმანიის კანცლერი ვარაუდობს, რომ უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ტერიტორიების დათმობა მოუწევს. ევრობიუროკრატიის დამოკიდებულებაზე საუბრობენ სახელმწიფო გუნდში. პრემიერ-მინისტრის განცხადებით იმ ფონზე, როდესაც უკრაინასა და მოლდოვაში კორუფცია ყვავის, საუბრები თითქოს მოლდოვა ან უკრაინა წინ უსწრებს საქართველოს, არის სარიელი სპეკულაციები, მით უფრო მაშინ, როდესაც ბოლო 5 წელში 14 მილიარდი დოლარით გაიზარდა სხვაობა საქართველოსა და მოლდოვას ეკონომიკებს შორის. მართვა გუნდში განმარტავენ, რომ სუვერენიტეტის დათმობის ხარჯზე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას არ განიხილავს. ყველა ხედავთ რა მდგომარეობა ორივე ქვეყანაში, უკრაინაში არის შექმნილი სამწუხაროდ უმძიმესი მდგომარეობა 2022 წლის შემდეგ. იცით როგორ მძიმედ განვითარდა პროცესები ამ ქვეყანაში, რაც ჩვენთვის არის ძალიან გულდასაწყვეტი, ეს არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა, ჩვენი მეგობარი ხალხი, თუმცა ხედავთ რა მდგომარეობა შექმნილი, ჩამოქცეულია ეკონომიკა, დანგრეულია ინფრასტრუქტურა,
ჰუმანიტარული თვალსაზრისით არის უმძიმესი მდგომარეობა, კორუფცია ყვავის. ეს არის ის უმძიმესი მდგომარეობა, რომელიც დღეს არის უკრაინაში შექმნილი. აჩხა მოლდოვაც არის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა. ეს აისახება მათ შორის ეკონომიკურ ზრდაზე. რეალურად ჩვენ ამ წლების განმავლობაში, ბოლო 5 წლის განმავლობაში 2022 წლიდან მოყოლებელი მოახერხეთ დაახლოებით 14 მილიარდი დოლარით გაგვესარდა სხვაობა საქართველოს და მოლდოვის ეკონომიკებს შორის. ეს არის რა თქმა უნდა მათ შორის კორუფციის შედეგი, ინსტიტუციური კრიზისის შედეგი, რომელიც არის შექმნილი მოლდოვაში. ეს არის საერთო სურათი. ასეთ დროს საუბარი იმაზე, რომ მოლდოვა ან უკრაინა წინოსწრებს საქართველოს, არის რა თქმა უნდა ცარიელი სპეკულაცია. მერცის განცხადების შემთხვევაში გულისხმობს, რომ თუ ქვეყანას უკრაინას უნდა წევრობა, მან უნდა ტერიტორიებზე საკუთარი იურისდიქცია და სუვერენიტეტი დათმოს და მოლდოვის პრეზიდენტი ამბობს, რომ თუ უნდა მოლდოვას წევრობა ევროკავშირში, მან საერთოდ სახელმწიფო სუვერენიტეტი არათუ დათმოს, სახელმწიფო უნდა გააუქმოს. და ოდესაც ჩვენ მაგალითად გვიყენებენ ხოლმე უკრაინას და მოლდოვას, მინდა ყველას უთხრა. ევროკავშირშიც, ბრიუსელში და მათ სატელიტებს საქართველოში, რომ უკრაინული და მოლდოვური გზა ევროინტეგრაციის არ არის ქართული გზა. და საქართველო არასდროს დადგება უკრაინის და მოლდოვის გზაზე, რომელიც გულისხმობს ტერიტორიების დათმობით და სახელმწიფოს გაუქმებით ევროკავშირში წევრობას. ზუსტად ეს ნიშნავს, რასაც გვეუბნებოდნენ, რომ ევროკავშირში წევრობა უნდა იყოს თვითმიზანი. აი ეს არის თვითმიზნობის შედეგი. მოლდოვის ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი რომ დამოუკიდებელი არ არის, აქ ძალიან კარგად ჩანს, მისი არჩევა როგორ მოხდა საზოგადოებამ კარგად იცის, მსხვერპლიდან პრაქტიკულად ხონჩით მიართვეს ამ ქვეყნის პრეზიდენტობა, ახლა არადამოუკიდებელი პრეზიდენტს სურს, რომ ასევე არადამოუკიდებელი გახადოს ის ქვეყანა, რომლის ლიდერიც არის. სად არის ის განაპირები, რომელიც მიდიოდა უკრაინისადმი? ევროკავშირში გაწევრიანება დაჩქარებული წესით არ ხდება და ამის შესახებ არაერთზის ითქვა. ნატოსში გაწევრიანების თემა საერთოდ მე მგონი ამოღებულია დღის წესრიგიდან და ომმა მილიონობით ადამიანი დახოცა, დააზიანა ქვეყანა და შედეგი არის ის, რომ ტერიტორიების დაკარგვის ხარჯზე შესაძლოა მშვიდობა იყოს მიღწეული. ჩვენ ვხედავთ, რომ მოლდოვის პრეზიდენტი თავად ამბობს უარს თავისი ქვეყნის სუვერენიტეტზე. ამაზე მეტი რა შეიძლება გაუკეთოს ცუდი თავის სახელმწიფოს პირველმა პირმა. ხო, ამბობენ რომ მოლდოვა ჩვენზე წინ არის. აგე მოლდოვა ამბობს რომ შეუერთება ევროკავშირის წევრ ქვეყანას და ამით გახდება ევროკავშირის წევრი. ანუ კარგი გზა ნახა. და ეხლა გითხრან აქაურმა ნაცმოძრაობამ და მისმა სატელიტებმა, აბა რას უსურვებენ საქართველოს, რომელ ქვეყანას შეუერთეთ მათი აზრით. ეხლა გამოგბძანდნენ და თქვან უცხოეთიდან თუ საქართველოსდან ის ადამიანები, ვინც ამბობდა რომ უკრაინამ გაგვასწრო ჩვენ და ჩვენ ჩამოვრჩით ამ მოვლენებს. აბა სად არის ახლა უკრაინა? ნატოშია, ევროკავშირშია, გაერთიანებულია, თუ რას პასუხობენ უკრაინას? არც ნატოში მიგიღებთო ეუბნებიან, არც ევროკავშირშიო, მეტიც ტერიტორიების დათმობა მოგიწევთო. ამაზე ეუბნებიან მათი ვითომ პარტნიორი ქვეყნები, რომლებიც თავის დროზე უბიძგებდნენ უკრაინას, რომ მიდი იომე რუსეთთან ჩვენ აქვთ გავართო და ეხლა სადგანან. პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა შენახვის რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა შენახვის ფაქტებზე დაკავებულ 84 პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები: ჰეროინი, კოკაინი, მეტადონი, ბუპრენოფრინი, გამოშრალი მარიხუანა, მცენარე კანაფი, პრეგაბალინი და ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო ნივთები. ასევე ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა. ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს სხვადასხვა მეთოდით მოქალაქეებზე სისტემატურად ასაღებდნენ. დანაშაული 20 წლამდე უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულების ნაწილს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდათ, ხოლო ნაწილის მიმართ სასამართლო კანონით დადგენილ ვადაში იმსჯელებს. გატარებული ღონისძიებების შედეგად სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები, ჰეროინი, კოკაინი, მეთადონი, ბუპრენორფინი, გამომშრალი მარიხუანა, მცენარე კანაფი, პრეგაბალინი და ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისათვის საჭირო ნივთები ამოიღეს. ასევე ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა. დაკავებულებს ბრალდება ნარკოტიკული საშუალების, მათ შორის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვა, რეალიზაციის და რეალიზაციის
რეალიზაციის ხელშეწყობის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის, ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის და რეალიზაციის, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის უკანონო შეძენა შენახვის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარეების უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირების და წესასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა შენახვის ფაქტებზე წარედგინათ, რაც საჯელი სახით და ზომად 20 წლამდე ან უბადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქართველოს ფეხბურთის მსოფლიო 20 წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლებს. საქართველოსთან ერთად ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა იქნება სომხეთიც. ახლა ფეხბურთის გულშემატკივრებს დღეს სპორტის მინისტრმა მიულოცა. შალვა გოგოლაძემ აღნიშნა, რომ მსგავსი მასშტაბის ტურნირის მასპინძლობა ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი პატივია. ულოცავს სრულიად საქართველოს და საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ფედერაციას ამ დიდ აღიარებას. ჩვენი ქვეყნისთვის დიდი პატივია უმასპინძლოთ ასეთი მაღალი რანგის მსოფლიო ჩემპიონატს. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს და სომხეთი უმაღლეს დონეზე უმასპინძლებს მსოფლიოს 20 წლამდელთა ჩემპიონატს. 14 წლის ნიკოლოზ ქურასფედიან საზოგადოების დახმარება სჭირდება. მოზარდს იშვიათი და ავთვისებიანი სიმსივნე იუნგის სარკომა აქვს. უკვე დაასრულა ქიმიოთერაპიის კურსი, თუმცა ახლა გადაუდებელ ოპერაციას საჭიროებს, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ამ დროისათვის მას $75,000 ესაჭიროება. მნიშვნელოვანია საზოგადოების თანადგომა, დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა ეკრანზე მითითებულ ანგარიშის ნომრებზე შეუძლიათ. Asta იყო ბოლო ინფორმაცია 4-ზე მე ამით გემშვიდობებით და ელოდჩიძას დღის მთავარი სახლების შესახებ ანაშორდებ, რომ სლად მოგიყვება წინ პოლიტიკური პოსტი გელოდებათ, ასე რომ არ გადართოთ.